როგორ არ დაუშვა, რომ ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი არ დამჭირდეს. იქნებ მომცეთ რამოდენიმე რჩევა. ხო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, რა თქმა უნდა, ფსიქიკური პრობლემების გარკვეულწილად პრევენცია შეიძლება. ანუ ჩვენ შეიძლება დავიცვათ გარკვეული ფსიქიკური ჰიგიენის წესები, რომელმაც საკმაოდ მაღალი ალბათობით შესაძლებელია დაგვიცვას სხვადასხვა მენტალური პრობლემებისგან. ძირითადი ყველაზე მთავარი, ასე დიჯგუფებად რო გავუყოთ, მაინც ეს არის სამი ფაქტორი. პირველი ეს არის ძილი. და ძილის, ანუ ძილღუძილის დღეღამური ცირკადულობის რეჟიმის სწორად დაცვა. ძილი არ არის, ასე ვთქვათ, მარტო ჩვენთვის როგორც ფსიქიკურად რო შევიგნოთ, ანუ დასვენების საშუალება. ძილს ძალიან ბევრი პროცესის დალაგება შეუძლია ადამიანის ორგანიზმში და ეს არ არის მარტო ანუ ფსიქიკური დასვენება, ეს ეხება ყველა სისტემას. ფაქტიკურად არ არსებობს ორგანო, რომელსაც კარგი ძილის შემთხვევაში დადებით ზეგავლენას არ ახდენდეს ძილი. ნუ მაგალითისათვის პირველ რიგში ნეირონებზე, ანუ თავის ტვინის უჯრედებზე და ეს არის გლიმფა ეს არის ანუ იგივე ტვინის ნეირონების ანუ ლიმფური სისტემა და მხოლოდ ძილის ფაზაში, ძილში და კონკრეტულად მის კონკრეტულ ფაზაში, ეს არის ძილის ფაზა ხდება ანუ ტოქსიური ნივთიერების გამოტანა. ამიტომ პირდაპირ მნიშვნელობით თავის ტვინი მავნე ქიმიური ზეგავლენისგან, რომელიც დღის განმავლობაში მიმდინარე ცხოვრებისეული რაღაცა მოვლენებით ან სტრეს ფაქტორებით გროვდება, მხოლოდ ძილის ფაზაში ხდება მისი ქიმიურ დონეზე, ისევე როგორც ფიზიოლოგიურ დონეზე განეიტრალება. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის და ძალიან ხშირად ამას მიუთითება ხოლმე ჯანსაღი ცხოვრების წესი რას გულისხმობს და ერთ-ერთი არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არ არის მარტო ის, რომ ჩვენ ფიზიკურად მოვძლიერდებით, ზოგადად ორგანიზმი მოძლიერდება, ან ტონუსი აგვიმაღლდება და რაღაცა უფრო ესე ხნედ და ენერგიულად ვიგრძნობ თავს, არამედ ფიზიკურ აქტივობას პირდაპირ შეუძლია უშუალო კავშირი მოახდინოს თავის ტვინის ნეირონების, ანუ თავის ტვინის ძირითადი უჯრედების ფუნქციონირებაზე. ეს არის ესეთი ცილა BDNF, ასეთი აკრონიმია, ამ ცილის დასახელება, რომელიც ასე ვთქვათ არის გარკვეულწილად ტვინის სასუქი. ანუ ეს არის ისეთი ცილა და ნივთიერება, რომელსაც შეუძლია, ასე ვთქვათ, ტვინის უჯრედებისთვის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მათ კარგად იფუნქციონიროს. სწორედ ამ ცილის სინთეზის გაძლიერება ხდება ფიზიკური აქტივობის დროს. ამიტომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა ეს არის მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე ახდენს ჩვენს დაცვას სხვადასხვა მენტალური პრობლემებისგან და მესამე ეს არის ანუ სოციალური აქტივობა, რადგან ადამიანი პირველ რიგში არის სოციალური არსება, ჩვენ იმისთვის ვართ დაბადებული, რომ ანუ სოციალურად აქტიურები ვიყოთ და სოციალური ჩვენი აქტივობა დიდწილად ახდენს და სოციალური მარტო აქტივობა კი არა, მრავალფეროვნება. შეგვიძლია ვთქვათ რაღაცა ჩვენი სოციალურ აქტივობაში ჩვენი ინტერესები, როდესაც არის მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული და სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სოციალურ გარემოში თუ სხვადასხვა შინაარსის აქტივობებს ახორციელებთ. ამ ფაქტორსაც აქვს მკვეთრად დადებითი ზეგავლენა პრევენტული ჩვენი მენტალურ სტაბილურობაზე. და მაინც ამ სამი ფაქტორის დაცვის მიუხედავად ადამიანს იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ხასიათობრივად ემოციური გენეტიკურად აქვს თუ არა სხვადასხვა მენტალური პრობლემების მიდრეკილება, რამდენად სტრესულ გარემოში უწევს ცხოვრება, აქ არის უამრავი სხვადასხვა ფაქტორები, თქვათ სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური, სოციალური ფაქტორები თუ ასე შემდეგ, ან რომელიც ჩვენ სტრესორებად შეგვიძლია რომ მოვიხსენიოთ, შესაძლებელია რომ ამ მიუხედავად იდეალურად, ასე ვთქვათ, ჩვენი პრევენტული ღონისძიებების გატარებისა ჩვენ ცხოვრებაში მაინც მოხდეს იმ ბარიერის გადალახვა და გარკვეული დისბალანსი მაინც შემოვიდეს
ჩვენს ფსიქიკაში, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს საშიში არ არის, რაც თავარია და თუ ჩვენ შევატყეთ, რომ ეს დარღვევა ცვლილებები არ არის გარდამავალი დროებითი და დროში გახანგრძლივებულია, არც ჩვენი ქმედება და ჩარევა და პირობითად სპეციალისტის მიმართვა თუ პირველ ეტაპზე სულაც თვითგამორკვევა და ინფორმაციის მოპოვება რა პრობლემა გვაქვს, არც ეს არ წარმოადგენს სირთულეს და აუცილებელიც კი იქნება. და აუცილებლად პრობლემა იქნება მოგვარებადი და ხელახლა შევძლებთ ჩვენი ბალანსის დაბრუნებას.